ეთენდა მზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაცემაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა დღეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ანგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ალბატონებო და ბატონებო ოთარ დადიშვილი ქრისტე აღდგა, გილოცავთ ყველას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და დარწმუნებული ვარ რომ ახლა სუფრასთან ხართ ყველა და მინდა გითხრათ რომ ვისაც 3-დან 5 litrამდე გაქვთ დალეული ღვინო, მე ვარ ოთარ ტატიშვილი, არა, ერთი წუთი მომისმინეთ, მე ვარ ოთარ ტატიშვილი. ეს აქ, რასაც ხედავთ, ეს არის იმედის ლოგო. ეს იმედის ლოგოა. მე ვარ ოთარ ტატიშვილი, ხას უსვავ ოთარ ტატიშვილი და არა ზაალუ დუმაშვილი, არა დავით აქუბარდია და მით უმეტეს არ ვარ თქვენი მეზობელი ნუგზარი, რომელიც ახლა უნდა შემოვიდეს. არა, და ვისაც დალეული გაქვთ 5 litrზე მეტი, ზაალუ დუმაშვილიც ვარ. დავით აქუბარდიაც ვარ, თქვენი მეზობელი ნუგზარიც ვარ, შემოვედი უკვე. და კიდე პატრის ლუმბაც ვარ და ვარ კიდე კოფიანანი. დიახ. გვალობთ. აღმოჩნდა, რომ ჩემი ყველა სცენარისტი არის ჩამოსული. და სააღდგომოდ წავიდნენ თავთავის რაიონებში. ამიტომ დღეს ჩემი მონოლოგი იქნება მოკლე. მე თვითონ რაც მოვიფიქრე, უცებ და რაც მოვახერხე, იმას მოგახსენებთ ხოლმე. ვუყურე იმ დღეს პროექტს ორი ვარსკვლავი და დავრჩი აღშფოთებული. როცა ყველაზე ძალიან ჭირდებოდა პროექტს, აი ზუსტად იმ დროს ადგა, გაიქცა და გადავიდა სამოქალაქო სექტორში თეონა კონტრიცე. ვისგან ისწავლა ასეთი საქციელი? სადნახა კაცშვილს. შემდეგი ამ წინა სადღესასწაულოდ ხალხო ქალაქ გორს დაატყდა ორი უბედურება. პირველი დაისეთყვა სამი სოფელი და მეორე ნინა წრიალაშვილი გავარდა პროექტიდან ორი ვარსკვლავი. საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ ისევ წააგო. ამჯერად წააგო სამეფო თასის ფინალში. მე მინდა მიულოცო ეს გამარჯვება მადრიდის რეალს, სამეფო თასის აღება და რა კარგია რომ ეს მიკროფონი ჩემ ფიქრებს არ იწერს და არ ახმოვანებს. წინა გადაცემაში მოგეხსენებათ მე ჩემდაუნებურად შემომელანძღა მადრიდის რეალის ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელი გუტი. ატყდა ამაზე ერთი ამბავი, მიუტანეს ენა გუტის და აღმოჩნდა ისიც რომ მადრიდის რეალის ზოგიერთი ხაზს უსვავს, ზოგიერთი ქართველი ფანის დარად გუტისაც არ ქონია იუმორის გზნობა და ეს ყველაფერი სერიოზულად მიიღო, მოიწვია სპეციალური პრესკონფერენცია, sadაც მარტო ჩემზე ისაუბრა. Tħod, naħod. No lo sé, yo creo que a lo mejor me expliqué mal ayer, ¿no? Creo que lo que hay que intentar como dentro, intentar recobrar otra intentar recobrar. Vaime. მე ხო ვიცი ესპანური, ძიძა მყავდა ესპანელი ხულია. აი ხა მივხვდი პირის მოძრაობით რას ამბობდა ჩემზე ეს ფეხბურთელი. ახლა დღეს აღდგომაა. მე თავს შევიკავებ ყოველგვარი განცხადებისგან და მომავალ გადაცემაში აუცილებლად უპასუხებ გუტის, გავცემ პასუხს მე ამ განცხადებას, ასე არ დავტოვებ. ახლა სანამ მაგდა აიშა ვასაძე ფიქრობს ნეტა რა ტექსტს მოამზადებს გუტისთვის ოთარ ტატიშვილის შემდეგი გადაცემისთვისო, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს.
მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ქართველები მუცლის ხალხი ვართ. ასევე გვიყვარს ცეკვა თამაში. ამ ადამიანში ორივე ეს თვისება არის გაერთიანებული და მე მინდა ახლა სტუდიაში მოვიწვიო არაჩვეულებრივი მოცეკვავე, ცეკვებში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ქალბატონი ნინო ლეჟავა და დარბუკის ოსტატი ოთარ წერცვაძე. გროვთ! განაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ მიშა ხუჯაძე და ანიკე კუა. და რუბრიკის სტუმრები არიან გაგიგვირდებათ და მიშა ხუჯაძე და ანიკე კუა გთხოვთ. ესეთი თავდაუზოგავი აპლოდისმენტები, რომელიც ჯერ არ გაჩერებულა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხალხს ძალიან უყვარხართ, აი კიდე არ გაჩერებულა ტაში. ასეთი სასწაული, ხო, იმიტომ რომ აი გიჟდება ხალხი თქვენზე, რასაც მეტყველებს ის, რომ ტაში არ ჩერდება ხალხო. როგორია ჩემი მიშა, მითხარი, აბა ექიმთან სიმღერა, როგორია?
შენგან დავიწყებ. მიშა მართლა ძალიან მაგარი არის, ძალიან ნიჭიერი. ყველგან ესე რომ ვაკებ ხოლმე მეუნება რომ ნუ უბები ხოლმე. არ მინდა ჩემი ქება არ გინარა. კი, არა. მე მართლა ძალიან ნიჭიერი. უნდა გეჩხუბოს ახლა ბაბუის ტოლაკაცი რო შემჩნევას მოგცემს, ანიშვილო. უნდა დაიჯერო. ხო და ისე რომ ხო ნიჭიერი ბიჭია. სტუდენტობის მერე მე ამის სიმღერა არ გამიგია სხვათა შორის, მაგრამ სტუდენტობაში ყოველთვის როცა სიმღერა იყო, მღერო და მიშა როცა ცეკვა იყო, ცეკვავდი მე. ხო და ეს მღერო და მე ცეკვავდი და ასე გადავიტანეთ ეს უშუქობა და არა მარტო უშუქობა. არა მარტო უშუქობა. ხო და როგორია მოყევი, ანი ექიმები ხო ნიჭიერი ხალხია. ექიმები ზოგადად კი ნიჭიერები ხართ და ანუ არ მოველოდი ესეთი პროფესიონალიზმით თუ გამოიჩინე. შენ არ მოგისმენია სერგიენკო როგორ მღერის. ცეკვით ცეკვავსო იცი ვიზი ამბობენ, კარგად ცეკვავსო. ჩვენი კოლეგა როა. კუზანოვი. ხო, იცეკვა. როგორ არა, ვიცი. ხო, იმ დღეს შევხვდა. რა უმე? სავალეში იყო მოსული. ჩაისწორა ის თეძო ამოგდებული რო ხომ. ასე, უგა გამოიგდო თეძო და მომავალ სეზონში შენ და ბატონი დავით სერგიენკო იცეკვებთ. დავით სერგიენკო ხო იცი კაცო ჩვენი მინისტრი, ზედმეტსახელად ციტრამონა, მე დავარქვი. რატო? რა ვიცი დავარქვი ციტრამონა. ცუდი სახელია? ციტრამონა, რა ვიცი. შენ ხარ ტონზილა. მოგვიანაზე საუბრობთ რაღაც ხო? ხო, რა საკურველია შენ რა. ჯერ სადაც. ექიმების მე შენ დღეს ისე დღეში უნდა ჩაგაგდო შვილო. ჩვენ ენაზე ვილაპარაკე. სულ ჩვენ ენაზე უნდა ვილაპარაკოთ. თავბედი უნდა გაწყევლინო, რომ რატო არ უნდა განატრო, რომ იმღერო რჩეული შვილთან ერთად. მიშა, მე მივხვდი შენი ამ გადაცემაში მონაწილეობის მიზეზს. უბრალოდ შენ გინდა რომ აი ხალხი გააბედნიერო შენი ბულბულის ხმით და შენი ლამაზი სიმღერით. თორე ახლა ორი ვარსკვლავი თქვენ სახშიც კი ხართ შენ და შენი ცოლ. აი, ვარსკვლავებთან დაკავშირებით ახლა არ გინდა. მე რატო ვარ კაც? ვარსკვლავი პატარებით იწყება. არა, მე ვამბობ, მე გავარსკვლავები, თორე ახლა თქვენი პატარები რო ვარსკვლავები არის. მეტეორები. შენი ის რა იყო мотиваცია ამ კონკურსში მონაწილეობის? რა ვიცი, ისე დიდი ხანი აღარ გამოჩენილ ვარ ეკრანზე და თან ანუ იდეაც მომეწონა ძალიან, რომ არაპროფესიონალს რომ უნდა დავხმარებოდი, რატომაც არა რომ გამეზიდი. ვინ არის არაპროფესიონალი? ჩემი აღმოჩნდა ხო და აღმოჩნდა რომ მე მგონი ჩემზე უფრო პროფესიონალი არის ამ საქმეში. მიშა, როგორც პროფესიონალი, ამჯერად ექიმი, ბარონ ფონ ოტო რინო ლარინგოლოგი. ანუ სანამ დავიმახსოვრე ეს წოდება მართლა ძალიან. ანუ მიშა სპეციალობა არის ბარონ ფონ ოტო რინო ლარინგოლოგი. და ჩვენ ენაზე ყელყურცხვირის ექიმი. მე რა მაინტერესებს ის ახლა შენ ხარ პროფესიონალი. რჩეული შვილი რატო ვემღერის, რა უშლის ხელს? ბატონო, ახლა ძალიან კარგად ბღერის ხო შევს. ყველაფერში დამნაშავეა ტექნიკა. აჰა, თუ ნინაც გრიალაშვილი. არა, ნინაც არა. ტექნიკა. არა, რა არის ახლა ცუდ მოცეკვავეს რა უშლის ხელს, ეს ვიცით ყველამ. ხო. ცუდ მომღერალს რა უშლის? ტექნიკა. ტექნიკა. აბა, ჩემი ბრალი, ჩემი შვილის ბრალი ხო არ იქნებაო, ხო? აბა, ჩემში ხო არ მოვჭრი თავს. ხო. ტექნიკა. ხდი დააფასე ახლა შენი სპეციალობა? საკურველი. ოტო რინო ლარინგოლოგობა, რომ ჯერ მარტო რამდენი, ესე ვთქვათ, ამ პროექტში რამდენი პაციენტი დავითრიე? ასეა, რომ მოკიდებ სხვა საქმეს ხელს, მე რეაფასებ შენ სპეციალობას. ზუსტად ასე დააფასა რობერტ პლანტმა, მუსიკოსობა, რომ დაიწყო ოპერაციების კეთება. შენ როგორ რაფა? მე დამანებე თავი ერთი წუთი, არ მინდა ეხლა ეს შენ და მე მგონი ეს უფრო შენზეა ნათქვამი, ეს მესამე კურსის შუტკები არ. სოციალურ ქსელებში რას წერენ? ბევრი პოსტი და კომენტარი გვხვდება ამ პროექტთან დაკავშირებით, მე მოვიწერე და ყველას ვუკითხავ. ეხლა რაც კაია, ის წაიკითხე. რა თქმა უნდა. არა, ყველას ვუკითხავ, ვინც ამ პროექტიდან მოდის. ჟიურის წევრი, მონაწილე, ხო. ასე შემდეგ. მიყურებ აბარასიზავ, შენ რო ჩემ შოუს არ უყურო და გახჩობს ეკახოფერია საქში რომ იყო. მომისმინე. ესე იგი წაგიკითხავთ, ხო? ხუჯაძე იმიტომ არ გააგდეს, რომ ვიღაცა ყავს იმედში. აკალეა.
მიხდნენ. ვიღაცა. ვიზი ამბობენ? მიხდნენ. ვიზი ამბობენ? რეზო საყევარაშვილზე? არა. მაინც გამომიჭხრიკეს. გამოგიჭრიკეს. ანუ აქ მეუღლეზეა საუბარი. ჩაწყობილია ყველაფერი. ჟიურიში გრიგოლია, ეს ისტორია ეთყობა ინგარო იყო. ჟიურიში გრიგოლია, წამყვანი წურწუმია, თოლორდავას ქაჩავენ, კეკუა არ გააგდეს. ახლა თბილისის მერად ან ნარმანიას დაგვისვავენ, ან მელიას. ყველგან მეგრული მაფია. მართალია. ეთანხმები. ისი არ წერ, სახელი არ წერია ვინ Facebook-ის. კი, თედო 63. აია. აუ, ეგ რჩეული შვილი ცეკვავენ ვარსკვლავებში გადაიყვანეთ რა. შემდეგ ამ ჟიურიმ სულ გაუბერა. ყველა გასაგდები იყო და არავინ არ გააგდეს. იდე კარგი ეგ ჟიური UEFA-ში არ მუშაობს. ნახე? თორე ბარსას და ატლეტიკოს ორივეს გადაიყვანდა ნახევარფინალში. ან სტუდია გაანათეთ ცოტა, ან ოქიტაშვილი ამოსვით ჟიურიდან, თორე არ ჩანს. შენზე მითხრეს რომ მიშასო თავიდან უჭირდაო ნოტების წაკითხვაო და მე ექიმის ხელით დაუწერესო რეცეპტი ვითო და გაიგო ყველაფერიო. მორეგი დღეს ნამდვილად. მართალია. სი ბემოლ მაჟორში რო ვიმღერე. ერთი სიმღერა, ისე მომენტ მანვე ჩამომაქვეითეს. სნა წარმოიდგინე სი ბემოლ მაჟორში. სი ბემოლ მაჟორ. ჯერ რომ მეკითხებდნენ რას ღერი რომელ ტონალობაში. სი ბემოლ მაჟორ და იმე ამ დროს სადღაც ოქტავით ზემოთ. სახელი მომეწონა, გამგე სი ბემოლ მაჟორი. წარმოიდგინე მაგას რო ეთქვი შვილიშვილებს რომ სი ბემოლ მაჟორში მაქვს შვილიშვილო ნამღერი. აი ეგ მომწონს. ჩამომაქვეითეს და რე. ძალიან მაგარია, მაგრამ რთულია. აი სახელი რომ მოგეწონება, ხო, აუ რა მაგარია სი ბემოლ მაჟორი. ეგ იგივეა, აუ რა მაგარი პათოლოგიაა, ფიბროპნევმოტარბოზი. არა რო ვერ გაიგე. ხო, მაგრამ რო დაგემართება იმენა სი ბემოლ მაჟორში. რა მაგარია, ვიცი ბაბუაჩემს ფიბროპნევმოტარბოზი ქონდა და სი ბემოლ მაჟორში ვეღარ იმღერე. ღერო და ანიკეკუასთან ერთად. ამას რო იტყვის შენი შვილიშვილი. ყევლე ბიჭო. მათო არ მღეროდი ანიკეკუას. მაგრამ ის არ მინდა პათმი. ფიბროპნევმოტარბოზი? არა, ერთ 30 წელიწადში დაგემართოს. მაკაცი რო ეგეთ რაღაცას გაგიგე. ბიჭო 30 წელიწადში 70 წელს ვიქნე 73-ის. კაი, 45 წელიწადში. მოსულა, კი. ეს ბაზარია. კი, 45. აი, გარკლავს, ერთი 10 წელი კიდე ცოცხლობდა, ანუ კი, მაგრამ 92 წელსასაკში. არ მინდა. არც არ მინდა. კაი, ბოდიში. მე და მემართოს, მე. არჩენ არ დაგემართოს. მე ჯანდაბას. მიშა, მართალია შენ, აი, ამ პროექტამდე დაუშვათ აი ესეთ ფართო მე პაციენტებს არ გულისხმობდა სამედიცინო სამყაროს, ხო? ყველა გიცნობდა, მაგრამ აი ესე ფართო მაყურებელმა და მსმენელმა გაგიცნო. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ძალიან დიდი არმია გყავს გულშემატკივრების, მათ შორის აი ჩვენთან დარბაზში ვინც არიან, შენი გულშემატკივრები არიან და ეხლა ამას ჩვენ ერთად დავამტკიცებთ, ხო ხალხო? აბა წავედით. მიშა! 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 ეხლა მე რა მაინტერესებს იცი? ზუსტად იგივე ამბავი იყო კონცერტში. ვინც ახლა გადმორთო იმედზე, ნეტა რას ფიქრობს? რაგარ შარშია. ნეტა რას ფიქრობს რა? აი ამ არხზე რა ხდებაო? ძალიან მომეწონა მე შენი გულშემატკივრები რო იყვნენ ესეთი ოტორინოლარინგოლოგის ამუნიციით. ეს ჩემი მეგობრის მეუღლე. იდეა იყო. ნატო ერისთავი ხო, რომელიც ძალიან თორჩესკი ესეთ ხელოვანი ადამიანია. მისი იდეა იყო. მე ცოტა გავაპროტესტე, იმიტომ რომ არც ერთ სამონტყოფოში ხალათი აღარ დარჩა. ექიმები იმ დღეს მწვანე ხალათებით იყვნენ, იმიტომ რომ ყველა ვინც კი ვინმეს იცნობდა წამოიღეს ყველაფერი. ხო და ვაპროტესტეთ, მაგრამ მე ნუ ქალების წინააღმდეგ ხო ვერ ვზავდი. არა, შანსი არა. ქალების წინა მე და შენ ხო ერთ დღეში შენ კიდე გირტყავენ სახში? აღარ მივდივარ. აღარ მივდივარ, კარგი იყო. აღარ ჭირვეული ტიპია. ანუ ესეთი რაღაც თავისებური ხასიათი აქვს მაინც, ხო იცი ხუჯაძეები მძიმე ხალხი. კი, ძახის ხომ ვარო ეგეთიო, მაგრამ რა ვიცი, მე არ შემჩნევია ჯერჯერ რომ. ჯერ არის.
ბოლო დაამუშავე ბავშვი წარმოვიდოდა სტუმრად. ნიღაბი მაქვს, კაი. აი ნიღაბი გაქვს. არა, მართლა ყველაზე თბილი ადამიანია, საერთოდ ვინც კი გამოცდია. მოდი, მე ხო ვიცი ხა მეწყვილე რო ყავს, ხა ცეკვებში მე მყავდა ჩემი მეგობარი მზია ორველაშვილი, იმას ყო ბოლომდე ეგონა რომ მოიგებდა. ხო და მოდი ამ შეკითხვაზე მიპასუხოს ანიკ ეკუა. ჩვენ გავჩუმდეთ ვიღაც ექიმები. შანსები გვაქვს, რა თქმა უნდა. ნახე რაღაც სერიოზულად გამოდის. მართლა გვაქვს შანსები, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მომღერალი შოუში. ერთი წუთი ნუ გაახველებ რა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვინ არის? მომღერალი მიშა ხუჯაძე. ხუჯაძე მიშკა. მიშკა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მომღერალი. თავარი კონკურენტი ვინ არის თქვენი? რა თქმა უნდა, ჩემი ვახორცეულიშვილის გარდა. ვახოს თავისი სტილი აქვს სხვათა შორის. ეხლა გამოაჩეს. თავისი სტილი ქონდა ბრიუს ლისაც, მაგრამ კი არ მღეროდა. კაი. გარიცი აი რაღაცა გამომდის ხოლმე რა ხო და არა მართლა ანუ დავანებოთ თავის სტილს გვაქვს შანსი ჩვენ ბრიუსლის და მუსიკალურ ბოდვას დავანებოთ თავი როგორც თეონა კონტაქტი რეალური შანსები არის კი გვახსოვს ყველას გვახსოვს ანუ ლევანი არ არის თქვენი ძირითადი მეტოქე კი ლევანი მართლა ძალიან კარგად უხერის ნოდიკო და გოგოლა ძალიან კარგად კარგ შოუს აკეთებს ჩვენ ყველა კარგები ვართ როსტოვი კარგი იქნება. ეს აი ხტები რა პატარა. მე იმედი მაქვს რომ ამ გადაცემას ნანუკა ჟორჟოლიანი არ უყურებს არა. იმ ნანუკას როსტოზე ამბო? აბა დააბრუნეთ როსტო ყველგან უწერე. შენ აბა ვინ გონია რომელი როსტო? იყო არაბეთს როსტევან გეგონა. ალბათ ეს შენ და უთხრა ჩემი ამბავი ცოტა გვიან რო ხტები ხოლმე რა. ყველაფერს დააკუა მე ვიცი რომ რაჭველი არ არის. ხოდა მე მგონი რაღაც აცდენი თუ არ მაინც ბერძნული სისხლი რაღაცას მიშვა. ბერძნული სისხლი. აბა ელინი. ელადა. ხო, დედი. ჩემი ზაზა პანატინაიკოს ზუკატოვი მინდა გაგაცნო. სასიამოვნო. ჩემი ზაზა, ჩემი ზევსი, ჩემი ჰერმესი. ჩემი აფროდიტა. ჰერმესი და აფროდიტა სხვაგან მივდივართ, მართალი ხარ. მიხვდით სად მივდივართ? მიხვდნენ. კარგი. ანუ მიშა უფრო კაი ექიმია თუ უფრო კაი მომღერალი? ორივე მართლა მაგრაგამ. არ მინდა ეხეს რიჟა ბაზარი რა. ალბათ თავისი პროფესია ხო რა თქმა უნდა. ორივე კარგად გამოდის აჩიმე ფარიძეს. ექიმობაც. ექიმობაც აჩიმე ფარიძეს არა გაქვს ხო მოსმენილი? კი როგორ არა ჩიკო ვიცი. ის ხო იცი მითხარი კიდევ მითხარი რომ ეს არ ყოფილა სიზმარი იცი? კარგი გოგო ხარ. მე შენ მიყვარხარ წამოდი ჩემთან წამოდი ამ სიტყვებს ვამბობდი და ისევ შენ ჩემთან ხარ არ არის სწორი ხანახან რომ შენ ცოლოს ხოლმე არ მოს კარგად გამოგდის ხათაშორი რაღაცა არ გინდა მოსილობა მინდა ცეკვებში ხო იყავი წარმატებული და ეხა წარმატებული ვიყავი მე ცეკვებში რა გინდა რამდენი ტური გახვედი? მე ვიყავი ცეკვებში წარმატებული. შვილო დარწმუნებული ხარ რომ შენი პროფილის ექიმს მიმართე? სხვა პროფილის ექიმი ხო არ გჭირდება შენ? კი. მეორე ადამიანი ხარ, ვინც ამას ამბობს, რომ მე ცეკვებში დედა ჩემი. აი როგორი სხვაობა იცი თაობებში რომ აი ესეთი კარგი და ახლა კიდე მაინტერესებს ანის ვკითხავ ხო რასაკვირველია ანი აი შენ თქვი რომ დიდი ხანი არსად არ გამოჩენილვარო და მართლა უნიჭერესი ადამიანი ხარ ამას ყველა ვაღიარებთ და აი მე მაინტერესებს რომ აი ამ კუთხით რასაც შენი ნიჭი ქვია და შენი სიმღერა და შენი პროფესიონალიზმი აი რამეს ახალს არაპირებ მე ეთყობა არ მიმადევნე მაინც სათანადო საყური ჯგუფი ყავს ჩამოყალიბებული groove ესე ქვია ეს შენი ჯგუფია? მოსმენილი გა
გიორგისთან ერთად მეფის. გაიმატყუებ. ეს სუტყვის, რა შემოვედით, იმის მერ სუტყვის ყველაფერს. ხო, მართლა მოგვევი, ეთერში შეგიძლია ეს თქვა. არის ისეთი სიმღერები, ისეთ მუსიკას ვაკეთებთ, რაც ახლოს არის ჩემთან. რაღაც სიმღერები გვაქვს ისეთები, რაც მართლა ძალიან გემოვნებია. ახალი სიმღერებია თუ ახალი, ანუ კავერებს არა. მეგობრებო, ახლა მომისმინეთ. მე ვიცი რომ თქვენ წინასწარ მითხარით რომ არ ვიმღერებთ არაფერსო და ხო არ გადაგიფიქრებიათ. არ გადაგიფიქრები. კარგი. მიშა ხუჯაძე მეორედ არის ხო სტუმრად ჩვენ შოუში და ყოველთვის სარგებლობს რომ особо приближённый к императору. სარგებლობ. ასე თქვა. ვაღიარებ. რო ჩემი ძმაკაცია და ყოველთვის რასაც ამბობს ის გაზდის ხოლმე. კარგი. მაგრამ მაინც რომ ვიმღეროთ. ანი შენ ხო არ იმღერებ რა? ანის კაცე მღერებ. თქვენ ერთად ისეთი კაი დუეტი გაგიგებთ. არა, ჩვენ ანუ დუეტი ესე ხო, ჯერ არ გვაქვს ჩაწერილი და ხო არ გვეფიქრეთ ჩაწერას. მაშინ მოდი. სიმღერის. სინგლის. ისი? სინგლის. სინგლი ეს არის ხო? ფირფიტა რო გამოდის. ერთი. არა, ორი შეიძლება სინგლი რო გამოდის. თუ სინგლ. თუ სინგლ. ეს როგორი მომენტია, იცი? Strawberry Fields და Penny Lane რო გამოუშვა ბიტლებმა, ასე გამოუშვით თქვენ მიყვარხარ და გელოდები. ამ მშვიდობით. მშვიდობით, უკან მოხედვაძნე. ყველაფერი იცის. დედას ვიცავ, ჩემს მეტი ვის ახსოვს, აჩიკო მეფარი. კარგი, მაშინ რადგან ჩემი მეგობრები ხართ და მთხოვეთ, დღეს არ გამღერებთ. გაიხარ. მაგრამ როგორც კი ერთად ჩაწერთ სიმღერას და მე ვიცი რომ ჩაწერთ, ამ სიმღერის პრეზენტაცია მოხდება არა ეკა ხოფერიას შოუში, რომელიც ვიღაცის ცოლია. მაინც გაიგე. მაინც გავიგე. შენთან. არამედ ჩემთან. რომელიც არავის ცოლი არა ვარ. ჯერ. მე მინდა დიდხალობა მოვახსენო ჩემ მეგობრებს მართლაც უნიჭიერეს წყვილს და ჩემი სტუდენტობის ძვაკაც მიშა ხუჯაძეს უნიჭიერეს და ულამაზეს ანიკე კუას დღეს სტუმრობისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით კარგი სტუმრობა გამოგვივიდა ბევრი ვიცინეთ ბევრ თემას შევეხეთ ბევრი რაღაცა დავგეგმეთ და გისურვებთ წარმატებას როგორც ცალ-ცალკე მოღვაწეობაში სამედიცინო სფეროში მიშა ძალიან წარმატებული ექიმია და კიდევ უფრო წარმატებული გახდება თქვენც ასევე თქვენ სფეროში და ერთად დუეტის ჩაწერა ალბომი მე ამას ვემხრობი. ნახოთ. ანიკე კუა, მიშა ხუჯაძე, დიდი მადლობა. გადაცემაში კიდევ ერთი სტუმარი გვყავს ჩემი უსაყვარლესი ქვეყნიდან ისრაელიდან და მინდა მოვიწვიო ბატონი მორის მუსაი გთხოვთ გამარჯობა მორის გამარჯობა სალამი ჩემი ბენდის კი ძალიან სასიამოვნოა ჩემი მოწაფე მაგდა კი სხვა იბრალებს რო ასწავლა სიმღერა მაგრამ რეალურად მე ვასწავლე კი ჩემი ძმა კაი ბარაბანშიკი დიდი საუკეთესო ხარ ადამიანის დამკვირვებლის რა თქმა უნდა ყველა თქვენგან მორის ესე იგი ის ბარაბანშიკია ხო მე მეუნება დრამერი ვარო დრამერი ინგლისურად ინგლისურად ბოდიში დრამერი ბოდიში იტალიურად ტამბურინი section okay ხო და მე მინდა ახლა თქვენ რომ ეს ისრაელიდან იერუსალიმიდან პირდაპირ თქვენთან აი მე დიდი მადლობა და საცუქრად და ეს კიდე ეს არის სპეციალური სუვენირი ძალიან ლამაზი და ძალიან ჭკვიანური იმიტომ რომ აქ არის ერთი რამე ეს არის რომ არ იყოს ცუდი თვალი არ იყოს ცუდი ენა იყოს მარტო სიკეთე სიმდიდრე და სიმხიარო იცავს ცუდი თვალისგან და ცუდი ანუ მაგდავასაძე ვერაფერს ვეღარ დამაკლებს ვერავინ
კარგი, ახლა დღეს რა მოგვიმზადეთ? მოგვიმზადეთ ძალიან ლამაზი მუსიკა, რომელიც შეეხება სახელად არცახ. ეს არის თქვენი ცით ჩანაწერილი სომხურიდან და ნახოთ მე შევასრულებ ამას და არანჟირება გააკეთა ბატონმა დავით დავიდოვ კლარნეტის დამკვირვებელია და მაგან დაწერა ეს მუსიკა გააკეთა და მე ძალიან მოხარული ვიქნები რომ ეს შევასრულებ თქვენთვის special Australian art. დიდი მადლობა. მორის მუსაი უსმენთ. ახლა კი გადაცემაში სიმღერის ტელეპრემიერის დრო დადგა და მინდა მოვიწვიო ჩემი და თქვენი მეგობარი გიორგი წერეთელი, გთხოვთ. რა იყოს უკვე ვიჯერებენ. აბა, შენც გიჯერებენ, ხო? რა იყოს უმოკლეა ხოლმე ეს ტიხარი რამ გაგამწარად დღეს. კარგი, გიორგი წერეთელი, ხალხო, მივესალმოთ კიდევ ერთხელ გიორგი წერეთელს, ასეთი მე ვიცი ასეთი ტაში შენ არ გიხსები არასდროს, ნახე როგორი აპლოდისმენტებია. გიორგი, დიდი ხანი არ ყოფილ ხარ ჩემთან სტუმრად და ძალიან მიხარია რომ მოხვედი. გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და მოგვიყევი რა მოვედი ტელეპრემიერაო რომ ათქმევინე ახლა მიდი გამაправე. მოვედი როგორც ყოველთვის ახალი სიმღერით პირველ რიგში მინდა წმინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცო ჩვენს მსმენელებს, ჩემს მაყურებლებს და მინდა ვთქვა ესეთი რამ რომ რადიო არ დაიდარდოში ეს სიმღერა უკვე გასულია ტრიალებს და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და იმიტომაც მე გადავწყვიტეთ ერთად სულ ყველა მეც შენს რომ ტელეპრემიერა გავაკეთოთ ხო? გენასვალი. სიმღერის ტელეპრემიერა, რა ქვია სიმღერას? შენი სიყვარული ვარ. შენი სიყვარული, იმედია მე არ მეუბნები ამას. არა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შენი სიყვარული ვარ. გიორგი წერეთელი, გთხოვთ. დარდიანი თუ ოდესმე დამინახე მომეფერე არ მატკინო კარგო გული
სიზმრად მაინც უნებლიეთ დამესიზმრე შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული თეთრი ვარდი შენს სარკმელთან დამირგვია და შევმოსე ჩემი ცრემლის ნამით უშენობი ვერაფერი გამიგია შემიყვარე მხოლოდ ერთი წამით ჩემი ვარდი ლამაზო სხვანაირად ხარო განა ჩემი გული სხვანაირად ძგეს განა ჩემი ხელები სხვანაირად ათბობს შენ კი არ მეგარები გაზაფხულის დღეს ქუჩა დავდივარ თითქოს შენი ლანდი ვარ მარტო ხელასული ვარ შენი სიყვარული ვარ ქუჩა დავდივარ თითქოს შენი ლანდი ვარ მარტო ხელასული ვარ შენი სიყვარული ვარ ალბათ ერთხელ კოცნას ლამაზო არ მაგირსებ არა ალბათ ჩემი დარდები არ დაიცლება ალბათ უსიყვარულო ეს ხოვარებაც გავა შემიყვარე ძვირფასო აღარ გვინდა დავა ქუჩა დავდივარ თითქოს შენი ლანდი ვარ მარტო ხელასული ვარ შენი სიყვარული ვარ ქუჩა დავდივარ თითქოს შენი ლანდი ვარ მარტო ხელასული ვარ შენი სიყვარული ვარ ქუჩა დავდივარ თითქოს შენი ლანდი ვარ მარტო ხელასული ვარ შენი სიყვარული ვარ ქუჩა დავდივარ თითქოს შენი ლანდი ვარ მარტო ხელასული ვარ შენი სიყვარული ვარ მარტო ხელასული ვარ შენი სიყვარული ვარ დიდი
მადლობა და მორიგის ტელევიზიო პრემიერა სიმღერის ღამის შოუში. ამჯერად მინდა მოვიწვიო ზურა მირზიაშვილი და ჯგუფი ანანური, გთხოვთ. ამაღამ ჩემთან არა ხარ, ჩემს თვალწინ მხოლოდ ქედია, ვეღაც კარავში შევსულ ვარ, ვეღაცინ გადმიხედია, ვეღაც კარავში შევსულ ვარ, ვეღაცინ გადმიხედია. ესე გადმოვალ მგელივით, ხევ დავყვები მდინარეს, რომ კერის შუქზე შეგავლო, თვალებით ნარა წინარეს, რომ კერის შუქზე შეგავლო, თვალებით ნარა წინარეს. მაღლა შემართულ წარბივით, ქედი წინ გადამეღობა, მე კი აქედან შენამდის, ერთი გაფრენაც მეყოფა, მე კი აქედან შენამდის, ერთი გაფრენაც მეყოფა. შენ შემოხამის ვარსკვლავო, გალოშავ სამწამიანო, ცისკრის მოსლამდის მელოდე, მოსლა დავაგვიანო, ცისკრის მოსლამდის მელოდე, მოსლა დავაგვიანო. ამაღამ ჩემთან არა ხარ, ჩემს თვალწინ მხოლოდ ქედია, ვეღაც კარავში შევსულ ვარ, ვეღაცინ გადმიხედია, ვეღაც კარავში შევსულ ვარ, ვეღაცინ გადმიხედია, ვეღაც კარავში შევსულ ვარ, ვეღაცინ გადმიხედია.